ისტორია. ქალი, რომელიც თავის საფლავზე მივიდა ცოცხლად. 2008 წელი. ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ღამე პოლიციაში შევიდა ქალი. დაბნეული, დასრული და კანკალით ამბობს. ვიღაცას ჩემს სახელზე საფლავი აქვს. რა ხდება გამაგებინეთ. პოლიციელები ეუბნებიან. ქალბატონო დამშვიდ. მითხარით თქვენი სახელი და გვარი. ელენა გრიფინი. შეამოწმეს და საბუთი იპოვეს. ელენა გრიფინი 2003 წელს დაიღუპა ავტოავარიაში. არის მისი სიკვდილის მოწმობა. დაკრძალვის ფოტო, საფლავიც, მაგრამ ქალი მათ წინ ზის, სუნთქავს, ტირის, მუცელზე აწერს ხელმოწერას და ზუსტად ემთხვევა 5 წლის წინ გარდაცვლილის ხელმოწერას. დაურეკენ მის ქმარს. ქმარი მოვიდა. ქალმა თქვა, რომ შეიხა, მე რომ სახლში მივდიოდი მერე შუქი და მერე იქ გავიყვიძე და მეგონა ვხდებოდი, მაგრამ არ მოვხდი. ქმარი გაითიშა და დაიბნა. ეს ქალი ისე გამოიყურებოდა, როგორც მისი ცოლი. ჯანმრთელობის ანალიზები აუღეს. ორგანოების სრულიად ჯანმრთელი. ჩხილებზე მიწის კვალი, ფეხებზე მცირე რკალის ფორმის დაზიანება, როგორც საფლავიდან გამოცემის ეკრიბოდა. წავიდნენ სასაფლაოს დასათვალიერებლად. პოლიციელებმა ამოთხარეს საფლავი და შიგნით სარიელი კუბო იყო, მაგრამ საფლავის შიგნიდან ღვაწ მიწაში აღმოაჩინეს ქალის თმის ნაწყვეტი. დღეს ქალაქში ცხოვრობს. არ იღებს სოციალურ დახმარებას. არ აქვს საბანკო ანგარიშები, არც ტელეფონი, არც ფოტოები, მხოლოდ თავისი სახელი და ხმა, რომელიც ამბობს. მე არ მახსოვს როგორ დაუბრუნდი, მაგრამ ვიცი რომ არ უნდა დაუბრუნებულიყავი. თეორიის მიხედვით ელენა არასდროს გარდაცვლილა. ის მოხდა მდგომარეობაში, რომელსაც მეცნიერები დღეს მხოლოდ ვარაუდობენ. სხეული განიცდის ფიზიკურ სიკვდილს, მაგრამ ცნობიერება უბრალოდ ცვლის ადგილს. ის დარჩა საკუთარ სხეულში. დროის მიღმა, არც ცოცხალი, არც მკვდარი. მხოლოდ მაშინ გაიღვიძა, როცა სამყარო მზად იყო მისთვის.